საავადმყოფოებში ბატონო ბიზნესმენებად არიან გადაქცეული ექიმები, ბიზნესმენებად. თუ ფული არა გაქვს, ხო შენ მათთვის არარაობა ხარ და არანაირად არ ხარ მათთვის ადამიანი. ეს არის ფაქტი. ეგ ცალკე თემაა კიდე მე ვფიქრობ ერთი გადაცემა მაგას უნდა დაუთმო და საზოგადოებას დავანახოთ იმდენი უამრავი кейსი მაქვს კონკრეტული რომ როგორ ატყავებენ და როგორ შეცდომებს უშვებენ და როგორ ცოდვავენ ჩვენი ერის წინაშე ჩვენი ექიმები. ეს არის საშინელება. ეს აი ესეთ საკითხებზე უნდა იმჯეროთ ხალხო. რა დროს იქ ევროპა და ამერიკა და ისინი აგიტყდათ. გამოდით და ეგეთ საკითხებზე გააპროტესტეთ, სიამოვნებით შემოგიერთდებით, აი გვალად გულწრფელად გეუნებით რა. რომ ვისაუბროთ რომ როდესაც მიდიხარ ექიმთან ყველანაირად ცდილობს რომ გაგულიპოს. ყველანაირად ცდილობს რომ ესე ვთქვა გაგცვლიფოს. ეს ხომ რეალობაა რა. კონსულტაციაზე ვერ ვისულა ადამიანი, იმიტომ რომ ის 100 ლარითვის 80 ლარი არ აქვს. და მე ის დაავადება უფრო ურთულდება და ურთულდება. იმიტომ რომ რომივა ვითომ კონსულტაციაზე უამრავ წამლებს უწერენ თავიანთი ფარმაცევტულ კომპანიებში რომ მუშაობენ და პროცენტს რო იღებენ. აი ეს უნდა იყოს დაჟადი ქმედება და ეს არის დანაშაული. სხვა კი არაფერია თაღლითური სქემები. ეს არის თაღლითური სქემები და სახელმწიფომ აი ესე საკითხებზე უნდა იმუშაოს და ყველა გვერდში დაუდგება აი ესე საკითხებზე. როგორ შეიძლება რომ შენ ექიმი გეუნებოდეს რომ ესა და ეს წამალი შეგიძლია იყიდო ამა და აფთიაქში. სიო უკვე ეს კორუფციის ნიშნებია. და უნდა იქნეს შესაბამისი უწყებები ჩარეული. საგამოძიებო უწყებებზე მაქვს საუბარი. და ერთხელ რომ პრეცედენტი დაიშვება ესეთი, მეორედ აღარ იქნება. ეს არის სწორი პოლიტიკა და გონიერი პოლიტიკა. და ამის მოლოდინი გვაქვს რომ ყველა სექტორში მსგავსი მიდგომები იქნება. ამიტომ ესე საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ყველამ ერთად. მზად ვართ რომ ჩვენი გამოცდილება მივაწოდოთ ნებისმიერ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ესეთი საკითხები. უამრავი ადამიანი მოდის გეუნებით და გული მტკივა რომ აი ექიმმა ეს გამიკეთა, ექიმმა ამდენი ფული ესე ვთქვათ წამართვა. ოპერაცია ვერ გამიკეთა არაპროფესიონალიდან გამომდინარე. და უამრავი ხარჯი დამიჯდა. აი ეს საკითხებია აქტუალური. უამრავი საქმეები დაგროვდა და ჩვენ ამ ყველაფერზე არ საუბრობთ. ან თუ საუბრობთ, რაღაცა მცირედ საუბრობთ გულის ტკივილით, აი ოჯახებში თუ საუბრობთ. ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, ეს უნდა იყოს სახელმწიფო თავარი ერთ-ერთი მესიჯი, რომ ყველა ექიმი, რომელიც მსგავსად ექცევა ადამიანს, უნდა მკაცრად უნდა იქნეს დაჟილი. და მე ვერავინ ვეღარ გაბედავს. დღეს გეუნდებით მე თქვენ, გადაქცეულია საექიმო დაწესებულებები ბიზნეს დაწესებულებად. ეს არის ფაქტი. და ეს უნდა დასრულდეს. თორემ იხოცე რატომ მიდიან ჩვენი ქართველი ხალხი, რატომ უნდა დამჭირდეს მე? მაგალითად თურქეთში წასვლა და იქ კურნალობა, რატო გამეცით პასუხი? რა ექიმები არა ყავს კარგი თუ რა? არა. ექიმი კი კარგი ყავს, მაგრამ არასწორი პოლიტიკა გესმით? მარტო ფული გაღლეტაზე არა ეს ადამიანები გადასულები. და ეს უნდა დამთავრდეს. არა, მე გეთანხმებით, ოჯახი არ იქნება დარჩენილი, ვისაც რაღაცა ძიმე პაციენტი არ ყავდეს. ეხლა შეიძლება მე არ ვიცი, ეხლა ჩვენს გარშემო, ეხლა მე ჩემი ნათესავები არიან საფრანგეთში წასულები არიან. იმიტომ რომ აქ ვერ უმკურნალებს და საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს მას და დიდი თანხები. იმიტომ რომ აქ სწორი კეთება იმაში რომ მიხვიდე, ცალკე იმის უნდა გეშინოდეს ექიმი ნაციონალი არ იყოს, იმიტომ რომ კიდე ცალკე ხო, პრობლემაა. იმიტომ რომ ეხლა არის საავადმყოფოები, სადაც ეს განსაკუთრებით ოქრიაშვილის საავადმყოფოს ეხება ეს თავის ის ოთაჭალაში რო აქვს, პირდაპირ ეხლა შიგნით ყავთ, ვიცი, გამოდის ინფორმაციები. ეხლა მე რომ მაგათ ხელში მოგდე, ცოცხალი არ გამომიშვებენ იქიდან რა. გეუნებით ეხლა ესენი არიან ავანტყოფები, ნაცსექტარი ავანტყოფები რა. და მე კიდევ ერთხელ მეორე, გარდა იმისა, აი თქვენ ჯანმრთელობის ჯანდაცვის სექტორი არის, რომ იმაზე ფიქრობდეს, რომ ადამიანი გამოაჯანმრთელოს და ამათ ის ფუნქცია კი არ აქვს ადამიანი გამოაჯანმრთელოს. პირიქით ფული გამოღლიტოს. ანუ პირიქით ადამიანი დღეს ჯანდაცვის სისტემა იმაზე მუშაობს, რაც უფრო მეტი ადამიანი დავადდება, რომ მეტი ფული იშოვოს რა. და მე მგონი რომ უნდა საქართველოში შეიცვალოს ეს მიდგომები და საქართველოში ჯანდაცვა იმაზე კი არ უნდა იყოს ბიზნესზე ორიენტირებული და მოგებაზე, არამედ ადამიანების გამოჯანმრთელებაზე. ეხლა მე არ ვიცი რა, მართლა პატარა ერი ვარ კაცო და შეიძლება რომ ამდენი დაავადებული ადამიანი ან როგორ არ აღწვენიათ, რომ ადამიანს უკანასკნელ ლუკმას რო ამოაცლით კაცო, დაინახავენ და ჯერ იმას ხედავენ, ფულს ხედავენ, რომ რამდენი აი ხა რა ცოტა ანუ ტრაგიკომედია, მაგრამ ცოტა იუმორითაც შევხედოთ. იმ დღეს ვიყავი ექიმთან.
და ფეხი მткიოდა რა, ნუ რაღაცა ფეხბურთი ვითამაშეთ და ფეხი ვითკიდე და მივედი ეკიპთან რომ აბჭის მეთქი და ფეხი ექიმა გამომიწერა კუჭის წამალი გამომიწერა ხალხო. დაშვაში. ხო, იმიტომ რომ ფული დამეხარჯა კიდე რომ ბეკიდების მეკიდა რომ იმიტომ ანტიბიოტიკი უნდა მიიღო და ანტიბიოტიკისთვის არის საჭირო კუჭის წამალი. ანუ აი სრული მარაზმში არიან გადასულები რომ აი ფული ხარჯო მარტო რა. აი ეს არის რეალობა ბატონ ნიკოლოს აი ტრაგიკომედია. რა შუაშია კუჭის მე კი კითხავ კუჭის ეკი აი რა შუაშია კუჭთან ფეხი მткиვა ხო აი ფეხი რაღაცა მეთქი და რაღაცა ხესებთან დაკავშირებული. ეხლა რაიონებშია და კუჭის წამალი გამომი აი კუჭი რო არ გეტკინოსო ეს წამალი და კუჭი არ გაერთ ხუთ წამალი გამომიწერა. აი ეს არის მიდგომა არასწორი მიდგომა მიხვდით? ვითომ ჩემზე ზრუნავენ და არა და თავი ჯიბეებზე ზრუნავენ სამწუხაროდ. არა მე მესმის რომ არის ამ სფეროში ძალიან კეთილსინდისიერი და პატრიოტანი ექიმები ეხლა ყველაზე არ ვრცელდება რასაც ვლაპარაკობთ. სისტემა ესეთი ბატონო ნიკოლო სისტემა ის ექიმიც იქ იმიტომ რომ იქ დირექცია ეუნება რომ ეს უნდა გააკეთო. სისტემა თორე გეთახმებით ყოველთვის არის კარგი და ცუდი მაგრამ ეს ისეთ სისტემაში არიან უკვე როცა ექიმი პროფესია ხდება და მიდის იმ სისტემაში იქ კერძოებია ისენი რა ქვია ეს კლინიკები იქ მეტი გზა არა აქვს ექიმს იმ ექიმა უნდა გაყიდოს დირექტორისგან დავალებული წამალი რეცეპტი იქ გადასხმებისთვის თავისი ის რაღაცა კათეტერი ყველაფერი ეს მთელი სიბინძურია მიხვდით ჯერ არ შეიძლება როგორ შეიძლება ეხლა იმ ოქრიაშვილს საავადმყოფოც მისია აფთიაქის მისია ესე იგი მივა საავადმყოფოში თავის წამალს გამოუწევს თავის წამალი უნდა იყიდოს იქა სრულიად უკონტროლდება ალბათ ის სასაბლაო დასაჭერები არიან რა ეს ეგრეთ წოდებული საექიმო ბიზნესის ხელმძღვანელების მაგნატები ყველა დასაჭერია ყველა კორუფციაში არიან გასულები და სახელმწიფო დონემდე არიან აი ეს საქმეები უნდა გამოიძიონ რა ჯერ კიდე დაწყებული კოვიდიდან კოვიდში თუ რამხელა ფულები იშოვეს კონკრეტულმა კლინიკებმა თქვენ კარგად მოგეხსენებათ ამიტომ არის რომ ესეთი მიდგომები უნდა დამთავრდეს ჩვენი ხალხი არ უნდა კვდებოდეს იმისთვის რომ ფული არ ქონდეს ექიმთან მისასვლელი იმიტომ რომ ექიმთან რომ მიდიან უამრავი უჯდება კი ბატონო